მოვამზადოთ სამარხო ვაშლის შტრუდელი. ძალიან მარტივი რეცეპტია და რაც მთავარია, ძალიან გემრიელი. თასში მოვათავსოთ 350 გრამი ფქვილი. ფქვილი აუცილებლად გავცრად. დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1 ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი. დავასხათ 200 მილილიტრი ცივი წყალი. მოვზილოთ ცომი, ჯერ ასე კოვზით გადავურევ. ცომი გადმოვიტანოთ დაფაზე და კარგად უნდა მოვზილოთ. 5 წუთი მაინც უნდა ვზილოთ. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი და კარგად მოზელილი. გადავახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ 1 საათი. 200 გრამი სამარხო მარგარინი მე მაქვს დაჩა, გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღოვანში. ეს დროებით გადავდგათ გვერდზე, ჩვენ კი მივხედოთ გულსარგს. 300 გრამი აი ესე უკვე გასუფთავებული ვაშლი დავჭრათ წვრილ კუბიკებად. დაჭრილი ვაშლი მოვათავსოთ თასში. დავამატოთ 80 გრამი ქიშმიში, 100 გრამი დაჭრილი ნიგოზი ან თხილი, 100 გრამი შაქარი. ვამატებ 30 გრამ სიმინდის სახამებელს, 1 ჩაის კოვს დარიჩინს და ვანილს. ეს ყველაფერი კოვზით გადავურიოთ და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დასვენებული ცომი გადმოვდგათ და ცოტას კიდევ მოვზელა. ცომი გავყოთ 4 თანაბარ ნაწილად. ცომის ერთი გუნდა გავათხელოთ, ვათხელებთ ძალიან თხლად. ასე გავათხელოთ 4-ვე ცომი. გათხელებული ერთი ცომის ფირფიტა გადმოგვაქვს საცხობ ქაღალდზე. ზემოდან მოვასხათ გამდნარი მარგარინი. დავაფაროთ მეორე ცომი. მეორე ცომსაც დავასხათ მარგარინი ყველგან თანაბრად, აი ესე გუბეები უნდა დავაყენოთ და დავაფაროთ მესამე გათხელებული ცომი. მესამე ცომსაც ასევე მოვასხათ მარგარინი. მარგარინი მთლიანად უნდა გამოვიყენოთ და დავაფაროთ მეოთხე ფენა. მეოთხე ფენას მარგარინს უკვე აღარ ვუსვამთ, ცომი არის ძალიან მორჩილი და ხელის მოძრაობით შეგვიძლია მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა. ცომის ერთ ბოლოში დავალაგოთ მთელი გულსართი. გადმოუკეცოთ გვერდები, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და გადავახვიოთ რულეტივით. ქაღალდითვე გადავიტანოთ საცხობ სინზე. ზემოდან გადაუსვათ მორჩენილი გამდნარი მარგარინი. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთი. ცხობა დაარეგულირეთ თქვენი საცხობის მიხედვით. გამოდის აი ასე სასწაული რულეტი, გადავიტანე სეტკაზე, ცხელსვე მოვაწუწე თაფლი და გადავუსვი. ეს აუცილებელი არ არის, თუმცა ძალიან ბზინვარებას აძლევს. მნიშვნელოვანია, რომ რულეტი კარგად გაცივდეს. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. უკვე შეგვიძლია დავჭრათ და დავაგემოვნოთ. არის ძალიან გემრიელი, შიგთავსი აქვს რაღაც სასწაული. აუცილებლად გამოაცხეთ, ეს უნდა გამოაცხო და დააგემოვნო. დარწმუნებული ვარ, რომ რეცეპტი ძალიან მოგეწონათ და შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც დაალაიქოთ და გააზიაროთ კიდევაც. მე კი თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.